Თქვენი მოგზაურობა ძალიან არ საღამოს ისურვებთ. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი ხუხარი აპლოდისმენტები იპატარებს, რომლებიც პირველად გამოვიდნენ დღეს სცენაზე და აი რო ეთქია სცენის წვერი გადაყლაპეზდა. დღეს ქონდათ პირველი ნაბიჯები და მე მინდა წარმატება უსურვო მათ. დიდი მადლობა მათ არაჩვეულებრივ პედაგოგს, ქორეოგრაფს ნათია ფრანგიშვილს, თქვენი აპლოდისმენტები. ასევე პედაგოგებს თქვენი ხუხარი აპლოდისმენტები. ალბათ მაგდა ბენიძეს, ვოკალის პედაგოგს და თეატრალურ სტუდია, თეატრალურ, ვოკალურ და ქორეოგრაფიულ სტუდია კი არა, მალე აკადემიაში გადაკეთდება ის მაგარი თეატრალურ სტუდია, რომელსაც ჭინჭრაკა ქვია და ის ხელმძღვანელ სული შამქრეს უმაგრეს ადამიანს უნიჭიერეს კაცს ბატონ ბესო ლოქსაძეს. დაგვიმინდა ვისაგებლო შარშან იუბილე გონდა 30 წელი. ეს ცოტა არ არის და წელს უკვე მეოთხე 10 წლეული დაიწყო, რაც არსებობს და იარსებებს ეს ძალიან მაგარი სტუდია, სადაც ძალიან ბევრი კარგი ნიჭიერი და ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს. კიდევ ერთხელ მადლობა კიდევ თქვენ მშობლებო, რომ აი ესეთი კარგი შვილები გყავთ და ძალიან გქონთ, რომ აპლოდისმენტები არ დავიშუროთ და ძალიან იმანათებს თვალში მაგალითად თვალებში ეს პროჟექტორები, მაგრამ მამა ზაქარია არის აქ და თუ შეიძლება რომ ამოვზადეთ და დაგილოცოთ ეს კონცერტი ბავშვები და მივესალმებით. მოგესალმებით. დიდი პატივია სკოლის აკუსტიკა ჩემ ნათლთან მოვედი საფარეთ თინათინთან გავაცეთო დავჩინავდით ისეთ თავდაჯერებული იდგა სცენაზე და გამიხარდა ძალიან. მოკლედ ვიცით რომ თეატრი ზოგადად და ესეთი ღონისძიებები ძალიან კარგია ჩვენი მომავალი თაობისთვის, ასდისთვის და კულტურული თვალსაზრისით და ზოგადად ნეობრივი თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბავშვები როცა არიან ესეთ სივრცეში, ესეთ ურთიერთობა ადამიანებთან, ეს სცენაზე გამოდიან, უფრო ესეთი კონტაქტურები არიან, უფრო მოსიყვარულეები არიან, უფრო გახსნილები, ინტელექტუალურად უფრო წინ არიან და ეს ძალიან კარგია. თუმცა ერთი როგორც მე მოძღვარი ვიტყოდი, ერთ გამოვიყენებდი ამ დღეს და კიდევ ერთხელ რომ სადაც მოძღვარია ქრისტეს სიტყვა უნდა ითქვას ყოველთვის, ხო და ჩვენი პირველი ვალი ზოგადად ადამიანების და ოჯახების და მშობლების ალბათ ყველა დამეთანხმებით იმაში რომ არის რომ ჩვენი შვილები ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლძარღვს, პირველ რიგში ეზიარებოდნენ ქრისტიანულ მორალს, ზნეობას და მთავარ სულიერებას და აი ჩვენ მივიღებთ ძლიერ საზოგადოებას მომავალში. რა თქმა უნდა ეს რასაც ჩვენ ეს კულტურული მიმართულება ქვია ზოგადად და განვითარება ადამიანის ეს ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის ადამიანმა თუ უნდა რომ მიაღწიოს, ასე ვთქვათ, გავიდეს ბოლოში და იყოს პროფესიონალი ან გაყვეს რაღაცა ნებისმიერ საქმეს, რომელიც მისი საყვარელია, თავში უნდა დაყენოს ღმერთი და ის იქნება ყველაზე ძლიერი. ამაში ყველა პროფესიონალი დამეთანხმება და მე უსურვებდი მშობლებს პირველ რიგში ამ ძალას, ამ ასე ვთქვათ, ხნეობას ისურვებთ იმისას, რომ თქვენ შეეძლოთ, რომ თქვენი შვილები სულიერ გზაზე გყავდეთ, ჩვენი თინათინი ჩვენთან მოდის ხანახშინათ ეზიარება და მიხარია მე ბავშვებთან ზოგადად შეხება მაქვს სკოლაში ფასწავლი რაღაც პროგრამები მაქვს და ჩემთვის ძალიან ნაცნობი და სასიამოვნო თემაა და ბავშვები არიან ის თაობა, რომლებიც არიან საუკეთესოები სიტყვის მიდამი გაგებით. ბავშვების არ არის არასოდეს არაფერი პრობლემა. პრობლემა არის უფროსებში. კარგად ჩავიხედეთ, პრობლემა არის ჩვენში. პრობლემა არის მასწავლებლებში, პრობლემა კარგად გავიგეთ, რა თქმა უნდა, ეს არა კრიტიკული. როცა ჩვენი შვილები არასწორად იქცევიან თქვა.
მაგრამ თუ ჩვენი შვილები სწორ გზაზე არიან, მაშინ ჩვენ ვართ ჩვენ საზღვრად მათ ასე ვთქვათ მომავალს. ამიტომ გისურვებთ, რომ ყველა გადადგმული ბიჭი თქვენ შვილს სადაც მიიღებთ, ახლა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჭინჭ რაღაცა გვაქვს საუბარი და ჩემთვისაც სასიამოვნოა ეს მომენტი, რომ ამდენი წელია უკვე 30 წელი არსებობს და ზის თაობებს, რომელმაც ასე ვთქვათ აჩვენეს თავის შედეგი, ხო? შესაბამისად, ეს ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ კარგად მუშაობს. ასე გამოდის, რომ კარგად მუშაობს ეს კოლექტივი და უსურვებ წარმატებას, თქვენც გისურვებთ წარმატებას და თქვენი შვილების აი ძალიან დიდ სიხარულს და ბედნიერებას, რომ აი ყოველი მოსვლა ამ ღონისძიებაზე იქნება თუ აი რეპეტიციებზე იქნება თუ ნებისმიერი სწავლის პროცესი ყოფილიყოს მათთვის ლამაზი, რომ აი დაულამაზოთ ცხოვრება და ამით ჩვენ მომავალ თაობას შევინარჩუნებთ ჯანსაღს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანსაღს და აღარ ექნებათ მიდრეკილებები იკითხენ რაც ვიცით ყველა პრობლემას ეს საზოგადოებაში. ასე რომ კიდევ ერთხელ რა ვიცი ჯვარს გადავსახავ ამ პროექტს ამ მიმართულებას მშობლებო დაგლოცავთ, გაგახაროთ ხერხდა, მიხარია დღეს ნაკროვარ და მეც ვესწრები ამ ლამაზ ღონისძიებას და რა ვიცი დარწმუნებულია რომ ძალიან დახარული წავა. პირველივე გამოსვლა იყო სტანდარტული სასიკარო. ამიტომ გისურვებთ. რა თქმა უნდა, დაწყება ძალიან კარგი იყო და ძალიან კარგი და საინტერესო ნომრები გველოდება წინ. მაშასე, ბატონებო და ქალბატონებო, დღევანდელი საღამო გახსნილად გამომიცხადებია და თქვენი მხარი აპლოდისმენტების სახლები მინდა მომიწვიო უდიდესი ბავშვები. ხო, მხარი აპლოდისმენტები. ხარი აპლოდისმენტები აი ჩვენი ისტორიული ძველი დედაქალაქიდან ჩვენს დედაქალაქს თბილისს ასე ლამაზად მოეფერენ ჩვენი უნიჭიერესი ბავშვები.
ახლა კი მინდა თქვენი ხუხარი აპლოდისმენტების თანხლებით მინდა მოვიწვიო უნიჭიერესი თეკლა ბადალაშვილი, რომელიც დღეს პირველად შეასრულებს სოლო სიმღერას, ასე რომ ხუხარი აპლოდისმენტები თუ შეიძლება გიფასებოდეს. აპლოდისმენტები ძალიან მაგარი პრემიერა ხდება ჩემო კარგებო კიდევ ერთხელ ხუხარი აპლოდისმენტები ლახაკი სენატორი მინდა მოვიწვიო პატარა პრინცესა ხუხარი აპლოდისმენტები ანა ხელაშვილი უმღერებს აპიკოს აპლოდისმენტები Thank you.
და ეს დამსახურებული თაიგული აპლოდისმენტები დიდი მადლობა. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით კატო მუჯირი. მოგზავნით პარაკეთს. კუხარი, აი, აკეთ. აპლოდისმენტები. ჩვენი განხილვა კიდევა. ჩვენს უნივერსიტეტზე მაგრამ დავაშვით. კუხარი აპლოდისმენტები და ეს ლამაზი თაიგულის განსახილვა. მადლობა. ახლა კი ძვირფასო სტუმრებო, მინდა მოვიწვიო ძალიან საყვარელი და მაგარი პატარები, რომლებსაც აქვთ დებიუტი. ასე რომ უფრო მეტად იდება ჩვენი განხილვა. კუხარი აპლოდისმენტები, აი ამ ძალიან მაგარ პატარებს.
ჩვენი აპლოდისმენტები დარჩი იაკბელიძეს. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო პატარა პრინცესა, თქვენი აპლოდისმენტები ბარბარე ციცილაშვილი. ფუფარი აპლოდისმენტები, ფუფარი ბარბარე. Thank you.
Თქვენი აპლოდისმენტები ლილე ჩაჩიბაიას დიდი მადლობა. და ახლა კი ბატონო სცენაზე მინდა მოვიწვიო ჯენტლმენები. თქვენი აპლოდისმენტები. Თქვენი უხარი აპლოდისმენტები ნატალი თიგანაშვილი რომელიც უნგრეთის გუნდის We'll be right back.
მოგვედ ისე საყვარლად უნდა მოვიას ხეთის მუღები იქნებიან მოგროვილი ყველგან ეზოში. ახლა კი თქვენი აპლოდისმენტების განხლებით მინდა მომიწვიო პატარა პრინცესა. გუხარი აპლოდისმენტები ელენე უხალეიშვილს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი. გუხარი აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები და აი ეს ქაიგული ელენე კუხალეიშვილის. დავაცილოთ ელენე კუხალე აპლოდისმენტები და სცენაზე მინდა მოვიწვიო თინი დევდარიანი, რომელსაც დებიუტი აქვს და უფრო მეტად გავაკეთებთ ვიფასოს. Thank you.
კიდევ ერთი კუფარი აპლოდისმენტებით გავაცილოთ თქვენი აპლოდისმენტები თინი დევდარიას ძალიან კარგი და ლამაზი დებიუტი შედგა ახლა კი თქვენის ნებართვით სცენაზე მინდა მოვიწვიო ცოტა უფროსი და გამოცდილი მომღერალ მსახიობ არტისტები გთხოვთ შემოგზანდეთ მართა შუბითიძეს თქვენი აპლოდისმენტები. არა წარმატებული დებიუტი.
ჩვენი აპლოდისმენტები მართა შუბიძეს და დებიუტი შედგა წარმატებით და წარმატებები უსურვოთ მართას მომავალშიც. და ახლა კი სცენაზე უნდა მოვიწვიო ძალიან მაგარი დანიელ ხადურიძე. თქვენი აპლოდისმენტები დანიელს. დიდი მადლობა დანიელს. გთხოვთ მივიძანეთ პუბლიცებში. თქვენი აპლოდისმენტები დანიელ ხადურიძეს. და ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ნიცა მამაცაშვილი. უხარი აპლოდისმენტები უნიკიურია უმაღლეს ნიშს. Making over this me,
Aplodismentები ნიცა მამაცაშვილს. Aplodismentები. Ხორი აღარ ახლა კი თქვენი სერაფის სცენაზე მინდა მოვიწვიო ლილე მოდებაზე. Aplodismentები. Aplodismentები ლილე მოდებაზეს. უხარი aplodismentები. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ნინი რაზმაძე. უხარი aplodismentები. Share
აპლოდისმენტები ნინი რაზმაძეს, ხუღარი აპლოდისმენტები. ახლა კი უნდა გითხოთ როგორი განწყობა გაქვთ. როგორი? კარგი ხო? თუ მაგარი? მაგარი განწყობა უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბავშვები გამოდიან და ძალიან მაგარ კონცერტს ვესწრებით და კიდევ ერთხელ თქვენი ბუხარი აპლოდისმენტები. ძალიან ბუხარი აპლოდისმენტები. თორსა მინდა მოვიწვიო მაშო მეცხოვრიშვილი. ბუხარი აპლოდისმენტები პატარა პრინცესას. დიდი მადლობა მაშო მეცხოვრიშვილი, თქვენი აპლოდისმენტები. ახლა კი ჩვენი უნიჭიერესი მოცეკვავეები საბერძნეთში გვამოგზაურებენ ცეკვით, თქვენი აპლოდისმენტები.
გამოგზაურდეს არაჩვეულებრივ გერმანიის საბერძნეთში. თქვენი ბუხარი აპლოდისმენტები. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ალექსანდრე ბეკურიშვილი. თქვენი ბუხარი აპლოდისმენტები. მადლობა ალექსანდრე ბეკურიშვილი. ავაცილოთ აპლოდისმენტები და თქვენი მხარი აპლოდისმენტების თანხლებით მინდა სცენაზე მოვიწვიო ანატოლი კალმახელიძე. Be
გავაცილოთ აპლოდისმენტები ანატოლი კალმახელიძე. და ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ლიზი ბიჭიკაშვილი. ხარი აპლოდისმენტები ლიზის. ხარი აპლოდისმენტები ლიზი ბიჭიკაშვილს. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო თქვენი ხარი აპლოდისმენტების თანხლებით ალექსანდრა ტონაკანიანი. ხარი აპლოდისმენტები. Thank you.
ალექსანდრა ტონაკანიანს, ლიზა ჯინჯარაძეს. გუხარი აპლოდისმენტები. Bye.
თქვენი ხუხარი აპლოდისმენტების თანხლებით მინდა მოვიწვიო ლიზა ჯანიაშვილი. ხუხარი აპლოდისმენტები. აპლოდისმენტებით გავაცილოთ უმეჭიერესი და უმაგრესი ლიზა ჯანიაშვილი. და ახლა მე თინისთან, ჩემ თანაწამყვანთან ერთად ვარ და გამოვაცხადებთ შემდეგ მომღერალს, ხო? მოდი ერთად გამოვაცხადოთ. ნუცა გოგო. გოგო ლაძე. გოგო ლაძე. ნუცა გოგოლაძე, თქვენი აპლოდისმენტები. Thank you.
ჩვენი აპლოდისმენტები ნუცა გოგოლაძეს. ხუფარი აპლოდისმენტები. ძალიან დიდი მადლობა ნუცა. და ახლა კი ისევ და ისევ თქვენი ხუფარი აპლოდისმენტების თანხლების სცენაზე მინდა მოვიწვიო მაკო ქურდაშვილი. თქვენი აპლოდისმენტები. Თქვენი აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ მაკო ქურდაშვილს ხუფარი აპლოდისმენტები. და ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ანა მერყვილაძეს. თქვენი აპლოდისმენტები. Thank you.
ხუხარი აპლოდისმენტები ანა მერკვილაძეს. ხუხარი აპლოდისმენტები აკაფიძიანა, ნახვაკი და ანა. თქვენ წინაშე გამოვაცხადებთ სად ვარ ჩვენ? ცხეთაში, ხო? კი, ცხეთაში. რომელი წელია? რა რიცხვია? ბატონებო და ხალბატონებო, ცხეთა 2025 წლის 18 ივნისის Fashion Week-ი ჩვენ სცენაზე. თქვენი აპლოდისმენტები. Contento, cariñoso.
მაგარი და ლამაზი ფეშენები ცხეთაჯერე რაცოს. კიდევ ერთხელ თქვენი ხუხარი აპლოდისმენტები ამ უსაყვარლეს და უმაგრეს ბავშვებს ძვირფასო მშობლებო ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის დღევანდელი კონცერტი თქვენი არ ვიცი, მაგრამ ძალიან რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნომრები იყო, რაღაცნაირად აი ესე უცებ ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა ყველაფერმა, მთელ კონცერტმა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ მაგარ ბავშვებს, თქვენი აპლოდისმენტები. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, იმ მაგარ ადამიანებს, მეორე მშობლებს, პედაგოგებს, თქვენი აპლოდისმენტები. ქალბატონ მაგდა ბერიძეს, ქალბატონ ნათია ფრანგიშვილს და თქვენი აპლოდისმენტები ბატონ ბესო გომსაძეს, შემდგარ ძალიან მაგარ კაცს, ამ ყველაფრის სულს და გულს. და ახლა კი სცენაზე ხო დიდების და ახალი დიდებისა და პატარების გაერთიანებულ გუნდს სცენაზე გთხოვთ მობრძანდეთ, ვუმღეროთ ჩვენს სამშობლოს. არწაფიდეთ ბავშვო და არჩით სცენაზე. კიდევ ერთხელ თქვენი ხუხარი აპლოდისმენტები. და ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო დღევანდელი კონცერტის ყველა მონაწილე. ხუხარი აპლოდისმენტები. აი ესეთი ლამაზი, ძალიან კარგი და მაგარი კონცერტი გამოვიდა. აბა პატარებო თქვენ წინდადით, ცოტა წინდადით. თქვენი აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ბავშვებს. სცენაზე მინდა მოვიწვიო პედაგოგები. თქვენი აპლოდისმენტები ქალბატონ ნათია ფრანგიშვილს. ხუხარი აპლოდისმენტები. სცენაზე მინდა მოვიწვიო ქალბატონი მაგდა ბერიძე. თქვენი აპლოდისმენტები. სცენაზე მოვიწვიო
თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით ბატონი ბესო ლომსაძე. უხარი აპლოდისმენტები. დაისი საქარის. პირველ რიგში ბატონო ბესო მინდა ბოდიში მოგიხადოთ აი ხარვეზისთვის. რო დავიწყეთ და რაღაცნაირად და თქვენ ყველას. მაგრამ ესეც ხდება ხოლმე, ყველა 90-იანები გამოვლილი ვარ. ხალხი მეტროში რო შეგვოდა ხოლმე. მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად და მაგრად ჩაიარა, იმიტომ რომ აქ არის ჩვენი ერთობა, ის სიყვარული და აი ძალიან მაგარი მომავალი თაობა. დიდი მადლობა კიდევ და კიდევ ყველას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. და ჩვენი უსაყვარლესი მსახიობი, ხელოვანი, ჩემი და უკვე რამდენი წელია სტუდია ჭიჭაკას მეგობარი დავით გოგოშვილი, რომელიც ესე გულწრფელად გიძახს. მაგრამ თქვენ და კიდევ ბედიში ტექნიკური ხარისხის ზემოთ ფილარმონიაში შეხვედრა. მადლობა.